მოგესალმებით ყველას, თქვენ არის Mr. Enderi და დღეს მე წარმოგიდგენთ Roblox tutorials თუ როგორ დავაყენოთ ასეთი ფონი როგორიც მე მაქვს. მოკლედ ახლა ამ ვიდეოს იმიტომ ვიღებ, რომ როდესაც აი რამოდენიმე წუთის კი არა და საათის წინ სტრიმავდი, დამიწერა ვიღაცამ როგორ გაქვს ესეთი ფონი, გვასწავლეო, ვიდეო გადაიღე მაგის შესახებო, ნუ სტრიმში არ ამიხსნია, ძალიან დამეწარა და მაგალითად ახლა გაჩვენებ თუ როგორ დავაყენოთ ესეთი ფონი, აი როგორც ხედავთ მესიჯებს და მეგობრების შემოთავაზებებს გიჩვენებთ მაღლა, უფრო უკეთესი არის, ეს ისა ფონი ეგრეთ წოდებული შეიცავს ასევე ერთ-ერთ ძალიან კარგ ფუნქციას, აჩვენებს თუ თქვენი მეგობარი ან ნებისმიერი ადამიანი აჩვენებს რომ იმასა რა, რამდენი ხნის წინ იყო საიტზე, აი როგორც ხედავთ, საიტზე იყო, ანუ ეს ჩემი მეგობარი 14 საათის წინ, ხო და ეს მარტო როგორც აღნიშნე, მარტო მეგობრებზე არ მუშაობს, ყველა ნებისმიერ ადამიანზე მუშაობს, აი მაგალითად ეს force taken-ი დავწეროთ, რაღაც ეგრევე მომაფიქრდა, აგერ აი 2 დღის წინ იყო საიტზე, ყველა ნებისმიერზე მუშაობს და მოკლედ ახლა გასჩვენებთ თუ როგორ დავაყენოთ ეს ფონი და მოკლედ დავიწყოთ. ესე იგი წერთ Chrome add-on stores, დიახ, ეს წერთ. შემდეგ გაწვევით აი აქ ამას. მერე წერთ პროგრამის სახელს BT Roblox უბრალოდ. ხო და აი ეს არის. ახლა მე წავშლი Chrome-დან. ახლა ძველი ასე გამოიყურება, რომ განახოთ. აი ეს გამოიყურება. არაჩვენებს იმეს თუ რამდენი საათის წინ იყო ეს ადამიანი საიტზე და ნაგერ add to Chrome. დააწვევით add extensions, როგორც წეგან დავაწერხი. აგერ, всё, აი, ჩაიწერა. იქით უნდა გამოჩნდეს რომ ჩაიწერა. აგერ ახლა refresh-ი. აგერ ჩაირთო წარმატებით. და აჰა. სულ ეს არის მეგობრებო. იმედია მოგიწონეთ ვიდეო, დალაიქეთ და კომენტარით გამოიწერეთ ჩემი არხი და მოკლედ მომავალ ვიდეოზე შეხვდებით. ნახვამდის.